საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი მეცისში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯეოთიმი ავრცელებს. მისივე ცნობით წიტაიშვილმა ლიგა 1-ში აღზევებულ კლუბთან ერთწლიანი საიჯარო კონტრაქტი გააფორმა. წიტაიშვილის სამედიცინო შემოწმება უკვე დაჯავშნილია. ქართველი სპორტსმენი საფრანგეთში ხვალ ჩაფრინდება. ლიონის შემდეგი სეზონიდან ისევ ლიგა 1-ში ითამაშებს. გასაჩივრების შემდეგ ფრანგული კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანომ გადაწყვეტილება შეცვალა. ლიონელების ლიგა 2-ში დაქვეითების გადაწყვეტილება გასულ თვეში მიიღეს. ამის მიზეზად კლუბის დავალიანება დასახელდა. ლიონის მენეჯერის მტკიცებით გადაწყვეტილება გაუგებარი იყო და კლუბს არანაირი ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა. აღნიშნული ვითარების გამო ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიონი 10 ფეხბურთელის, მათ შორის გიორგი ნიკაუტაძის გაყიდვას გეგმავდა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის გადასახადების დამალვის საქმეზე ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. ესპანური მედიის ცნობით ამავე საქმეზე მადრიდის სასამართლომ ანჩელოტის 396,361 ევროს გადახდა დააკისრა და 3 წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის სახელმწიფო დახმარების მიღების უფლება ჩამოართვა. განაჩენი 2014 წლის საგადასახადო პერიოდს ეხება. რომა ინტერეს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის მიმართ გამოხატავს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბა გოგლიჩიძე მომავალ სეზონში შესაძლოა სწორედ რომას რიგებში ვიხილოთ. ჯოლო როსის ემპოლისა და საქართველოს ნაკრების მცველის ტრანსფერი ივლისის შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი. თუმცა რომა მხოლოდ ქართველი ფეხბურთელის ვარიანტს არ განიხილავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ რომასთვის პირველი კანდიდატი კოლუმბიელი მცველი ჯონ ლუკუმია.